საუბრობდა ეთერში. თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრი გაიხსნა, მისი მიზანია ჩერქეზებისა და სხვა კავკასიელ ხალხთა ისტორიის კვლევა, ძიება და პოპულარიზაცია იქნება. ცენტრში კავკასიელ ხალხთა კულტურასთან დაკავშირებით დისკუსიებიც გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას კავკასიოლოგიური ცენტრების მეცნიერები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ. ჩერქეზული კულტურის ცენტრი ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს შენობაში განთავსდა ცენტრი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიგლაურმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ცხადაძემ გახსნეს ცერემონიას, ასევე ცნობილი მეცნიერები, კავკასიოლოგები და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები თურქეთიდან, იორდანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულები ესწრებოდნენ. ჩვენები ქართული სახელმწიფო დახმარების ხელს უწვდის ჩერქეზ ხალხს, რათა აქ თბილისში, რომელიც ყოველთვის იყო კავკასიური კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი, რათა მათ აქაც მოახერხონ ეს თავიანთი კულტურის, თავისი ენის, თავისი თვითყოფადობის შენარჩუნება, რადგან მათ დევნილობაში, რა თქმა უნდა, უჭირთ ამ ყველაფრის განხორციელება. კავკასიური ხალხების კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა ხდება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და საქართველოსაც ასევე უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია აღიდგინოს რეგიონალური ლიდერის, რეგიონალური კულტურული და პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია. ვფიქრობ, რომ ამ ცენტრის გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული. სასიხარულოა, რომ საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრი გაიხსნა. ამ ცენტრის საშუალებით ჩერქეზების და საერთოდ კავკასიელ ხალხთა კულტურის, ისტორიის ძიება და პოპულარიზაცია მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველებსა და ჩერქეზებს შორის ასეთი თანამშრომლობა ჩვენს ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.